გამარჯობა ჩემი მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მირაბდოლიშვილი და პიოტრიანზე. როგორც იცით, მირაბდოლიშვილმა და პიოტრიანმა ჩაატარეს ორი ბრძოლა, საიდანაც ერთი გაიმარჯვა მერაბამ, მეორე გაიმარჯვა პიოტრიანმა. პირველი გამარჯვება მერაბამ ძალიან მარტივად მოიპოვა. ჯობნიდა დარტყმებში ჯობნიდა, დაცვებში, ჭიდაობაში ჯობნიდა ყველაფერში და ისეთი დაღლილი იყო პიოტრიანი, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა, სახეზე გასიებული ჰქონდა და ფეხზე ვეღარ იდგა მოკლედ რა. მეორე წყობაში კიდე სულ პირიქით მოხდა ყველაფერი. ჩემი აზრით მიზეზი ამისი ის იყო, რომ მირაბდოლიშვილმა წელიწადში 4-ჯერ ჩაატარა ბრძოლა, რომელიც ჯერ UFC-ს ისტორიაში არავის ჩაუტარებია 4 ბრძოლა წელიწადში, მით უმეტეს, როცა ქამარი გაქვს და 4-ჯერ ატარი ბრძოლას. ამდენჯერ უნდა აღდგინო ტანი, კუნთების დაზიანება, უნდა ივარჯიშო და წუნის კლება ხო საერთოდ. მეორე ბრძოლაში პიოტრიანმა არც დაიღალა, სახეზეს დარტყმები არ შეეტყო. მირაბა კიდე ისეთი დაღლილი იყო, ჩემი აზრით პიოტრიანი გამაძლიერებელ წამალებს სვამდა ჭყობამდე და მასე მოიგო ეს ბრძოლა, თორე დაზიანება არ ქონდა, დაღლა არ ქონდა, არა, ვაფშე ვაფშე არ იყო დაღლილი მაგ ბრძოლაში. მირაბდოლიშვილი, რომელიც ყველა თვლის, რომ ყველაზე მაგარი დიხანი აქვს UFC-ს ისტორიაში, დაღლილი იყო, ვაფშე ვერ შედგავდა, ხელებსაც კი ვეღარ ექნოდა. პიოტრიანი კიდე არც დაღლილი არ იყო, მაგარ უდარსაც იქნებოდა, მეხუთე რაუნდშიც კი და 24-ჯერ შევიდა მერაბა ფეხებში, აქედან 2-ჯერ წააგზია, წარმოიდგინეთ, 24-ჯერ რო შევხვალ ფეხებში და 2-ჯერ წაგაგზავე. გაუშვეს პიოტრიანი დოპინგ ტესტზე და რა პასუხი მოვა ღმერთმა იცის. იმედია მირაბდოლიშვილი დაბრუნდება უფრო ძლიერი და დაამარცხებს პიოტრიანს. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის და თუ მოგწონთ ეს ვიდეო გთხოვთ დაალაიქოთ და მიყვაროთ დადასპორებებზე და დავდებ ყველასთვის ცნობილ UFC-ს მებრძოლებზე ისტორიებს. მომავალ ვიდეოებამდე, ხავად თქვენიცით.